ეხა მაქვს გასართობი სწრაფი კითხვები რა და შეეხოს ბათუმი Fight Academy-ის მებრძოლებს რა. აი პირველი კითხვა. ვინ არის ყველაზე იუმორით სავსე წევრი ბათუმი Fight Academy-ის? აუ, ეს ძალიან ძლიერი კითხვა არის. იმიტომ რომ ერთი მარტო. აუ, ძალიან ძნელი არის ერთი სარჩევა, იმიტომ რომ სიმართლე გითხრა, ყველა მაგრა ხომს ბიჭებიდან, ანუ ყველა არა, ყველა მართლა მაგრა არ ხომ, მაგრამ top 3-ს ახლა ვეგეთქვი. და რომელიც ერთ დონეზე არის რუსლანი კოჩა და დავით ლორკიფანიძე, ხო? იუმორის ანუ მართლა სხვა ლეველები არიან, ხო ზეხა რა? განსხვავდებიან იუმორით? კი, ვიღაც უფრო უხეშია, ვიღაც უფრო ზუსტია, ვიღაც უფრო თვითონული არის, მაგრამ განსხვავდება, მაგრამ ეს სამი როცა ეს სამიდან ერთი მაინც ოთახში არის, მაინც ანუ უკვე საღიმილო ატმოსფერო არის რა. ვინ არის ყველაზე ინტენსიური ვარჯიშის დროს? რა, locked in რო არის. მაგ ვერავის ვერ ჩამოვაკლებდი რა მაინც რა. შეიძლება გოჩა თქვათ რატო? იმიტომ რომ უბრალოდ მეტ რაოდენობას ვარჯიშს ესწრება დილასაღამოს. აი, როცა რამეს სარაკიდეს, მაგ დროსაც კი ვარჯიში არის რა. მაგრამ ძალიან ბევრს ვარჯიშობენ ბიჭები და რომ მაგიდან გამომდინარე იმ ლეველზე სადაც არიან. ყველაზე მეტად ვინ აგვიანებს დარბაზში? ყველაზე მეტ ვინ აგვიანებს? ამირან მამულაძე მე მგონი ყველაზე მეტ აგვიანებს. მოკითხვა ამირანს. Straight up. წარმოიდგინე ყველაზე დიდ ხუმრობის იუმორის ბრძნობიან კომანდაში ამირანი რა თქმა უნდა არ მოისახება რა. თუმცა შენ მაგარი ლაინი გაგიძრო ვიოლინოზე. რა? რა გაქვს ხობიო და ვიოლინოზე უკრა. ხო, ეგ უკვე იუმორია, მაგრამ იშვიათად ხურს, მაგრამ ძიმარ. ან რამე თუ გაქვს ჰობი ისეთი რაც ხალხმა არ იცის რა. ისმა ვიოლინოზე უკრა. სერიოზულად. ვადა. რავი საფჩი ვარ სულ. ვინ არის ის მებრძოლი, რომელიც ყოველთვის პირველი შედის დარბაზში? რუსლანი, იმიტომ რომ რუსლანის ბიჭები ვარჯიშობენ მანამდე, ამიტომ უფრო ადრე მოწეს დარბაზში. ყველაზე ბევრს ვინ საუბრობს ვარჯიშის დროს? გოჩა შაინიძე. 100%. ანუ ძალიან ბევრს საუბრობს. და აი რა, მაგალითად კიდაობის პროცესშიც კი ელაპარაკია რა, ანუ რას თვითონ რასაც აკეთებს, რასაც გაგიკეთებს თუ თემად საერთოდ სხვადასხვა თემად. არა, თორსა ჭიდაოს ბიჭებთან ეუნება. ახლა შენ გაიხსნები, რაღაცა წინასწარ მეტყოლება ეს სხვათა შორის და რუსლანიც აკეთებს ამას. კი. მაგრამ გოჩაზე მეც არავის არ საუბრობს. გასაგებია. ყველაზე მორცხვი რომელი მორცხვი არა, ყველაზე უფრო ჩუმი რა. მაგრამ როცა ვარჯიშობს, ანუ ამჟღავნებს თავის თავს რა. მამულაძე და ძალიან ცოტა საუბრობს, არავის არ ეკვეთება, შეიძლება ერთ წყვილთან დადგეს და ზოგადად ხმაც არ ავიღოს მთელი ვარჯიში. ყველაზე მძიმედ ვინ სპარინგობს და იმ შემთხვევაში დაჟე როცა ნათქვამი გაქვს, რომ ეხლა ძალიან უფრო ლაითად უნდა ივარჯიშო და მაინც რომ ძიმეთ მიდის ყოველთვის. ამირან მამულაძე 100% არის. ისევ ამირან 3 უკვე. სტრეიქი არის. ანუ ზოგადად მამულაძე სპარინგობს, მე ვაფრთხილებ რომ ზოგადად თუ შეგიძლიათ უკანა სპარინგი შენც იყავი შენ როცა ვარჯიშობდი. მე ვაფრთხილებ დრო გაატარეთ მეთქი და უბრალოდ ანუ 15 წუთი გაატარეთ მეთქი ოკტაგონში და ზე ტაქტიკური MMA სპონჯი გავუშვი და გახსოვს რომ ხელა შეხვა გადაწია პირველი მე რაუნდში. ვის უყვარს საჭმელი ყველაზე ძალიან და ვინ ვერ იტანს წონის კლების კვირას ყველაზე? ამირან მამულაძე. წონის კლების კვირას ყველაზე მაგრა ვერ იტანს და ყველაზე მაგრა ჭამს. ამირანი არის დღეს ჩემპიონი რა, მგონი რა. ანუ ამირან მამულაძეს ხო, ბრძოლის კვირას ტიპები ახლა მე როგორ მაქვს უყურე. ახლა ნომერში, სადაც არის ამირან მამულაძე, ვაჯენ ბიჭებს, რომ გააკონტროლონ რაღაცა არ შეჭამოს, რაღაც არ მოყვეს, რაღაც რომ მოუდის, მოუტანონ და ამირან მამულაძე ერთი მებრძოლია, რომელთანაც არავის არ უნდა ოთახში მარტო დარჩენა. წარმოიდგინე რა, ანუ იმდენად ის არის რა, იმდენად მძიმე პიროვნება არის მაგ ბრძოლის კლების კვირაში რა. რომელიც უდიჩვევის გადაგდებას უსურვებდი შენ სტუდენტებს რა. ძნელი არის, იმიტომ რომ ძალიან სხვადასხვა პიროვნებები არიან, ძალიან სხვადასხვა მომენტები აქვთ მაგათ რა. ამიტომ ყველას მისი უდიჩვევები აქვს. უბრალოდ
ძალიან დისციპლინირებულებიც არიან, რო თქო, რომ არიან ბიჭები დისციპლინირებული, ძალიან დისციპლინირებულებიც არიან რა. ის ცეცხლი, რომელიც გააჩნიათ, რომელსაც რისკებზე მიდიან ბრძოლაში უშუალოდ ახლა ბევრი ჩემ მებრძოლებს რათვისებ აქვთ, იცი? უფრო უსურვებდი, რომ უფრო მეთოდიკურები იყვნენ, რა. იმიტომ რომ ჩემ მებრძოლებს აქვთ ისე, რომ ევასებათ უფრო მეტი ხანდახან გარისკო. რაღაცა ზედმეტზე აი ცეცხლს რო იზნობენ, ხო? იმ ცეცხლში ჩახტომა ევასებათ რა. მაგრამ ნუ უსურვებდი რა, უფრო მეტი მეთოდიკური და უფრო მეტი ცივი აზროვნება იქონიონ რა, ეს უფრო სწორი რაც შეიძლება ვთქვა. და ბოლო კითხვა რა. რომელი მებრძოლი არის უფრო ნაკლებად ცნობილი ან დამწყები, რომელიც შენი აზრით ხალხმა უნდა იცოდეს და თვალიადევნოს რა. წესით ერთი უნდა მეთქვა. ძალიან ძნელი არის უყურე, რადგანაც ბევრი მოყვარულები მოდიან ძალიან ძლიერები. ეხა ამ შემთხვევაში ხო მარტო ორს გოუსვამ ხას და სამოყვარულო სპორტსმენების არ ვლაპარაკი, უბრალოდ პროდებიუტები უახლოვდება რა. ეს არის ადამი გიორგაძე და გია გოგოლაძე. ეს ორი მებრძოლები, რომელსაც ერთ-ერთს ბათუმი Fight Night-ზე უნდა დაადებიუტებია, მაგრამ ვერ დაადებიუტა. მეორე კი დაადებიუტებს ბათუმი Fight Night-ზე და ნახავთ თვითონაც. აჰა, ერთი ხომ მაინც გავიგეთ. უთვალთვალეთ, იმიტომ რომ საინტერესო კარიერის სტარტი შეიძლება დაინახოთ რა. რაღაც ახალი თაობა მოდის. ფიზიკურად ძლიერები, დარტყმა, გრეპლინგი, კიდაობა, ბათამ გეიმი, ტოპ გეიმი, ყველაფერი ვითომ არის რა, არსენალში ძალიან საინტერესო არის. ველოდებით.